მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. დღეს გერმანიაში არის შობის დღესასწაული. ამ დღეს გერმანიაში აბსოლუტურად ყველა ბავშვი ელოდება საჩუქარს, ასევე ჩემი ბავშვებიც ელოდებიან, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიკრიბებით მთელი ოჯახით და ვჩუქნით ერთმანეთს საჩუქრებს. მოკლედ გვაქვს იმის საბაბი, რომ შევიკრიბოთ ერთად, მივირთვათ გემრიელი სადილები და მივულოცოთ ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი. ამჯერად ვიკრიბებით ჩემს დედამთილთან, ჩვენ უკვე თითქმის მზად ვართ და სახლიდან გავდივართ, რაღაცეები მოვამზადე და გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს თქვენც. შეგახსენებთ ეკლერების რეცეპტს, შეგახსენებთ, რადგან არის ჩემს არხზე რამოდენიმეჯერ მქონდა ეკლერების რეცეპტი, ამიტომ შეიძლება ვინმეს გამოადგეს ახლა საახალწლოდ, ასევე ხემსებს გაგიზიარებთ და მოკლედ რაღაცეებს. რამე მაქვს თან, აქ არის ნაპოლეონის და ფხალეულის რეცეპტი არ გადამიღია დღეს, ხოლო გადავიღე ამ ულამაზესი გირჩების მომზადების პროცესი და ეკლერები, ასევე პროფიტროლი თევზით, ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, ასეთი ისპანახი გაყინული იყიდება უკვე მაღაზია EDEKA-ში. არის უკვე გატარებული, უბრალოდ წამოადუღეთ, გადაწურეთ და უმატეთ სუნელები და უგემრიელესი ფხალი მზად არის, ხოლო თვითონ ნაპოლეონი მოვამზადე ამ ნაპოლეონის ცომისგან. ეკლერების მომზადებით აქ მაქვს 500 გრამი წყალი, დავუმატე 150 გრამი კარაქი. კარაქი რომ გათნება და წყალი წამოდუღდება, გადავიტანოთ გვერდზე ჯამში, დავუმატოთ 250 გრამი ფქვილი და კარგად გავთქვიფოთ მიქსერით. მოკლედ წყალი უნდა იყოს მდუღარე და მდუღარე წყალში ვამატებთ ფქვილს. შემდეგ ამ ცხელ მასას ვუმატებთ ნელ-ნელად თითო კვერცხს. კვერცხი აიღეთ 6 მოზრდილი, ხოლო თუ პატარა კვერცხები გაქვთ, მაშინ 7 კვერცხი დაგჭირდებათ. თითო კვერცხს ვუმატებთ ნელ-ნელა, რომ ერთი კვერცხი კარგად შეერევა, ვუმატებთ მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ. ბოლოს ეს ცხელი მასა უკვე კარგად რომ შეერევა კვერცხი, გადავიტანოთ საცხო ფორმაზე და გამოვაცხოთ წინასწარ კარგად გახურებულ ხუმელში 180 გრადუსზე, სადღაც 30 წუთი მინიმუმ. ასე გამოიყურება უკვე შერეული კვერცხები, როგორც ხედავთ, კარგად იწელება ცომი, თუ ცომი ასე კარგად არ იწელება, მაშინ კიდევ ცოტა კვერცხი დაამატეთ. გადამაქვს საკონდიტრო ცელოფნით ფორმაზე, შემდეგ ვუკეთებ ჩანგლით უზორებს. თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ კოვზით გადაიტანოთ, ან და ჩემსავით ასევე საკონდიტრო ცელოფნით. მოკლედ სულ ერთია როგორ ფორმას მისცემთ, მაინც ამოვა და მაინც კარგი შედეგი გექნებათ ბოლოს. ხედავთ, რომ 18 წუთის შემდეგ უკვე დაიბრაცა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოღება. უნდა ვაცადოთ მანამ, სანამ 30 წუთზე მეტი არ გავა. ნახევარი გავაკეთე ეკლერები, ხოლო ცოტა მორჩენილი ცომით მოვამზადე პროფიტროლები, ასეთი პატარა მრგვალი ცომები დავსვი და ასევე გამოვაცხე 30 წუთით. უკვე მზა ეკლერები დაკრემეთ სასურველი კრემით, მე გამოვიყენე მოხარშული კრემი, რადგან ძალიან უხდება ეკლერებს მოხარშული კრემი და ზემოდან წავუსვი შოკოლადი, უბრალოდ შოკოლადი არის გამდნარი. გადავიტანე გვერდზე, რომ ოდნავ შეგრილდეს და შემდეგ თითო ეკლერს შიგ ვაწობ, როგორც იტყვიან.
როგორც ხედავთ, გვერდზე ვუჭრი, შემდეგ გადამაქვს კრემი. კრემი შეიძლება რომ კოვზითაც გადავიტანოთ, არ არის პრობლემა. შემდეგ ერთმანეთზე ვადებ, ერთმანეთს ეწებება და აღარ იხსნება. გამოდის ასეთი ულამაზესი და რაც მთავარია უგემრიელესი ეკლერები. ასევე შეგიძლიათ გაიმარტივოთ საახალწლო პროცესი და ეკლერები გაყინოთ, შემდეგ გაალღვეთ და დაკრემეთ. იდეალურად ინარჩუნებს ფორმას და გალღობის შემდეგ მოკლედ იგივენაირად რჩება, როგორიც იყო. გადავიდეთ პოფიტროლებზე. პოფიტროლები ჩემი აზრით არის უნიკალური ხემსი, ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ ჩადოთ, შეგიძლიათ ქათმის სალათით გამოავსოთ. დღეს მე ავიღე კრემყველი, კიტრი და წითელი თევზი ავური ერთმანეთში და ამოვავსე ჩემი პოფიტროლები. ულამაზესია, სუფრაზეც ძალიან ლამაზად ჩანს და რაც მთავარია გემრიელია. ეს პოფიტროლები განსაკუთრებით უხდება შამპანიურს და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელებს, ასე რომ ვინც აპეროლის მომზადებას აპირებს, გაითვალისწინეთ ეს რეცეპტი. ასევე შეგიძლიათ დაკრემოთ, კრემით ამოავსოთ, როგორც შოკოლადის კრემით, ასევე ვანილის კრემითაც, ასევე ჯემითაც იქნება უგემრიელესი, ან და ნახევრად ვანილის კრემი, ან ვანილის პუდინგი და შემდეგ ჯემით ასევე უგემრიელესი იქნება ჩემი აზრით. როგორც ყოველთვის გამოდის განსხვავებული, განსაკუთრებული და უგემრიელესი. შემდეგი რეცეპტი არის გირჩები და ძალიან დიდი ხანია ვაპირებდი ამ რეცეპტის მომზადებას. გუშინ მოვამზადე, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი შოკოლადის კექსი, როგორც ჩანს მართლა ზედმეტი მომივიდა, რადგან რაც ჩვენ მივირთვით, მეზობლებსაც გავუნაწილე და კიდევ დარჩა, ამიტომ ვიფიქრე რომ ამ კექსისგან მოვამზადებდი. რეცეპტს ამ კექსისას დავტოვებ ინფობოქსში, კეთდება უმარტივესად, მიქსერის გარეშე ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში ვურევთ და ვაცხობთ. ჩემი კექსი ასე დავფხვენი, დავფშვენი, დავუმატე რამოდენიმე სუფრის კოვზი არაჟანი, მეტი არაფერი დამემატებია, რადგან თვითონ კექსი არის საკმაოდ ტკბილი და არ მოითხოვს ზედმეტი არაფრის დამატებას. კარგად ამოვურიე, მივიყვანე ისეთ კონსისტენციამდე, რომ ერთმანეთს შეკროდა, ხედავთ კადრში, როგორ უნდა შეიკრას ერთად, მივეცი ფორმა და ასევე დაგვჭირდება დილის საუზმე ბავშვების საუზმის ფანტელები, ყავისფერი ფანტელები გაჩვენებთ კადრში, როგორ გამოიყურება და უნდა ჩავურჭოთ თითო გარშემო და მივცეთ გირჩის ფორმა. ცოტა კი არის დამღლელი პროცედურა, მაგრამ ეს ამათ ღირდა, რადგან არის ულამაზესი, სასწაული ეფექტი აქვს, ასევე შეგიძლიათ ეს გირჩები გამოიყენოთ ტორტების მოსართავადაც და მაგიდის გასაფორმებლადაც. მოკლედ სხვა ნამცხრებთან ერთად ეს გირჩებიც უიდეალურისი იქნება საახალწლო სუფრაზე. როგორც ხედავთ, უბრალოდ ვიღებ ამ ფანტელებს და ვურჭვავ, შემდეგ ხელით ვაძლევ კიდევ ცოტა ფორმას, ზემოდან შემდეგ მოვაყარე შაქრის პუდრა, პუდრა არ გადადის და რამოდენიმე დღე რჩება ზედ და შეგიძლიათ უკვე შემდეგ მიირთვათ. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი რეცეპტები და გამოიყენებთ საახალწლო სუფრისთვის. მე კი გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.